ბიზნა ივანიშვილს ეთყობა როცემონ შეეშინდება. იმიტომ მას აქვს ნათქვამი რომ ჭკვიანი კაცი ციხეში არ ჩაჯდება. ანუ ეს მხდალი ლაჩარი კაცია და გონია რომ სხვაებიც ასეთები არიან, იმიტომ მას თავისი თავი აბსოლუტურად ღმერთი ჰქონია, იმიტომ რომ იგი იყო ძალიან ღარიბი და გახდა საქართველოში ალბათ ყველაზე ღარიბი ადამიანი იყო და გახდა ყველაზე მდიდარი. თავის თავზე შეექმნა წარმოდგენა რომ ეს არის კოლოსი. რაღაცა განსაკუთრებული აბა როგორ იქნებოდა ის რაც მოხდა. მან ვერ დაიჯერა რომ დღესაც არ ჯერა რომ ზღაპარში არის რომ მან შეძლო ამის გაკეთება. ულოცავთ რომ შეძლო, კარგია რომ ადამიანმა იპოვა თავის თავში ძალები, მაგრამ იგი ლაპარაკობს იმაზე თუ რა არის ლაჩრობა. ის ამბობს ჭკვიანი კაცი ციხეში არ ჩაჯდება. როცა ეუბნებიან სერვანტესი, დოსტოევსკი, ბევრი იჯდა ციხეში. ნუ კაი, ბიძინას არ უნდა, მაგრამ ას ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი იდეა, რომლის გულისთვის ადამიანმა თავის თავს საფრთხე უნდა შეუქმნა. მას ასეთები გონია, ჩვენ მას გონია თუ დაიჭერს ახალგაზრდას მაგალითად ჩასვლა ციხეში, თუ დაიჭერს პოლიტიკურ მეტოქეს ჩასვლა ციხეში, ყველა გატყდება და ყველა იტყვის და ყველა თუ ცემენ გაჩერდება ახლა ისე იგი ლევან ხაბეიშვილი და მეტი არ იტყვის არაფერი. არ მოგვივიდეს ესეთი რამ თუ რაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო, მსგავსი გადაცემა არ მოგვივიდეს, ძალიან ზედმეტად გაერთო ეხლა საზოგადოება და ეძებენ რაღაც მესამე ძალას. ეს პოლიტოლოგებიც გამოდიან და ანალიზის აზრზე არ არიან უმეტესობა, აუცილებლად უნდა შეიქმნას რაღაც მესამე ძალა. არ მოგვივიდეს ესეთი რამ თუ რაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. ყველაზე მაგარ კაცს ძველ დროში ბრძენ კაცი ეძახდნენ. ყველაზე პატივსაცემ კაცი. მე ომები და უგედურებები რო იყო, ამიტომ მე გულადი კაცი გახდა მაგარი კაცი. ენაში თვითონ ვიძახი მთელი მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე, იმიტომ რომ ჯერ კიდე მე-18 საუკუნის ის მომყვებათ რა, ხალხში ვიძახი. შემდეგ უცბად დაიწყო ესეთი ტერმინი შემოვიდა კვერებიანი კაცი. იყო თუ არა? ყარაჩოხელზე იტყოდნენ ხოლმე თბილისში. ხანდა ზოგი ისე შორს წავიდა კარდაც იცახდნენ. ხო, კი, იცახდნენ. ესეთი დეფიციტი გაჩნდა. შემდეგ ეს გახდა ტრაკიანი კაცი. და წარმოიდგინე, აქედან მთელი ცნობიერება უკან ჩავიდა. ამიტომ ცხოვრობთ ტრაკიანი კაცების ქვეყანაში.